მოგესალმებით, მე ოთო ვარ და ეს ერთადერთი ინტელექტუალური თამაშია, სადაც არაა საჭირო იყო ყველაზე განათლებული. საკმარისია თავი ასე მოაჩვენო. დღეს ჩვენს მოთამაშეებს დაურიგდებათ 25000 ღირებულების ჟეტონები და ერთ-ერთი მათგანი ბოლოს მოიპოვებს ყველა ჟეტონს და შესაბამისად გადავა სუპერფინალში, სადაც იბრძოლებს 2000 ლარისთვის. რამდენიმე სუპერფინალისტი უკვე გავარკვიეთ და თუ გაინტერესებთ ვინები არიან საბოლოო მაგიდაზე, აუცილებლად ნაუყუროთ წინა ეპიზოდებს. მოდით მივესალმოთ დღევანდელ 4-ეულს. ელისო გოგია, ინფლუენსერი, ანო სამხარაძე, მომღერალი და ინფლუენსერი, ლიზა დარასელია, ასევე მომღერალი ინფლუენსერი და კატო მიქაცაძე. ინფლუენსერი, მომღერალი კი არა და. აუკვეველია, ის ძალიან ისე დაეწყო. ლიდერი მეტყვი. რატო გამესტავდიოთ სამეწარი სიმღერაზე? ივანო ბარელი იყო ინფლუენსერი მომღერალი. ინფლუენსერი და ბუღალტერი. ბუღალტერი. კაი, იყოს ეგრე. ეგრე რა ეგრეა. კატო მიქაცაძე, ინფლუენსერი და ბუღალტერი. ჩემი გრუპი ენია, დაგირიგებთ კარტებს, მე კი ამ დროს აგიხსნით თამაშის წესებს. თქვენს და ასევე ჩემს YouTube მაყურებელსაც, რომლებმაც აუცილებლად უნდა გამოგვიწერონ. ხო, სანამ თამაშის წესებს აგიხსნით, მე მაინტერესებს ზოგადად რამდენად რისკიანები და აზარტულები ხართ. მე ზედმეტად. აბსოლუტურად მეც. როგორც ბუღალტერი ამბობ. აქ დებეტი კრედიტი ამომინათეთ. მე აზარტული ვარ, მაგრამ რისკიანი არ ვარ. ანუ გათვლილი მე ყველაფერი თუ არ ვიცი, არა. ჯერ ვერ ვეტყვი შევხედავ სიტუაციას და მე გადავწყვეტ. ხოიანებით რისკიანიც ვარ და დაგიბრუნდებით. აზარტულიც ვარ. ორივე აღმოჩნდებით ხარ საინტერესოა. ეს ვიცი არ ვიცია. თამაში, სადაც ფსონს შენი ცოდნიდან გამომდინარე აკეთებ. ვინ იცის რეალური პასუხი და ვინ არა, ეს არავინ იცის, მაყურებლის გარდა. თითოეული რაუნდის დასაწყისში მოთამაშეები ათავსებენ რაუნდის სათამაშო სავალდებულო ჟეტონებს. წამყვანი კი სვამს შეკითხვას. მაგალითად, რამდენი მეტრის სიმაღლის არის თბილისის სანძა? მოთამაშეები კრუპიეს მიერ დარიგებულ კარტებზე წერენ თავიანთ პასუხებს, რომელსაც რაუნდის მიმდინარეობისას ვერ შეცვლიან. პასუხების დაწერის შემდეგ მოთამაშეები ზრდიან ფსონის რაოდენობას, აგრძელებენ ფსონის გაზრდის გარეშე ან ტოვებენ რაუნდს. რაუნდის მიმდინარეობისას წამყვანი მოთამაშეებს ეუბნება ორ მინიშნებას. თითოეული მინიშნების შემდეგ მოთამაშეებს შეუძლიათ ფსონის გაზრდა, ფსონის გაზრდის გარეშე გაგრძელება ან რაუნდის დატოვება. საბოლოოდ წამყვანი ამბობს კითხვაზე სწორ პასუხს და გამარჯვებულია ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე ახლოს არის პასუხთან. თუ თამაშის წესებს კარგად ვერ გაუგე, უყურე პირველ რაუნდს და მარტივად მიხვდები. კარგი, შეგვიძლია დავიწყოთ. საინტერესო ქალური პასუხი მოვისმინეთ. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 100 ჟეტონი. 100 ჟეტონი. კითხვამდე მაინტერესებს ვიქტორიას სეკრეტის ჩვენებებს თუ უყურებთ. ვაიმე. მე არა. შენ არა. დამნანობ უკვე. ბოლო წლებიდან დავიწყე. აუ სხვათა ბოლო შორის წლებიდან რომლიდან? 2-3 წელი. 2-3 წელი აი უყურებ. უყურე. მე ბოლოს შენ უყურებ საერთოდ ვიქტორიას არასდროს. სეკრეტს? არასდროს. აუ ისეთი მაგარი სერიალი არის პროსტო ვიქტორიას სეკრეტის მოდელებზე გადაღებული, რომ აი უიჭველი საყურებელი ამბავია. სეილზე რა ღირს ვიქტორიას სეკრეტის. კეთილი, შეგვიძლია მოვისმინოთ კითხვა. 2025 წლის ვიქტორიას სეკრეტის ჩვენებაში ქართველმა მოდელმა მატილდა გვარლიანმა მიიღო მონაწილეობა. ვიცით ხო ეს მოდელი? მეთქი ვინ მიიღო? უნდა იკითხოს დარავანტი. ის მაყურებლის წინაშე ორი ლუკით წარსდგა. ლუკი ანუ ლუკეთის და მითხარით დაახლოებით მისი ერთი ლუკის ხო ღირებულება გითხარი, აი ღირებულება? დოლარებში. დოლარებში ვიცი. ღირებულება. ერთი ლუკი. ელსი შენი ლუკის ღირებულება თუ შეგიძლია გითხრათ. ჩემი ლუკის თუ მატილდას? დღევანდელი. აი ის უბრალოდ არ ვიცი, ალბათ დოლარებში. დოლარებში ერთი ალბათ 300 დოლარი. 300 დოლარი. შეიძლება არის. დაახლოებით ანუ ეგეთია ერთი ლუკის ღირებულება ხო რაც ეცვა. კი. შენ როგორც ბუღალტერი მარტივად მე კი დაიწყე. ვიცი, ფასები ვიცი, მე არ ვუყურებ უბრალოდ, რომ მაგის საიტზე ვზივარ ეს სკროლს. ყველაზე ჩავყოთ ახლა. ანუ დოლარში უნდა დავწეროთ. ხო, დოლარში. შენ თქვი რომ ანუ 2-3 წელია უყურებდი. კი. ეს მაგრამ სიმართლე გითხრა, ამ ღირებულებებით არასდროს არ დავინტერესებ ვარ. არ ჩამოგისროლოს ვიქტორიას სეკრეტის საიტი, მე სულ ვიწერ მაგაზე რაღაცებს და ვიცი ფასი. იწერ? ხო? აი, იქნება გამოწერა შეიძლება. კი. კეთილი. შეგვიძლია დავიწყოთ თამაში. ელსი. მე ხო შემიძლია რომ სულ გავატარო უფრო. შეგიძლია. დაბაკვირდე. კი ბატონო, როგორც ხალი უფრთხილდები ფულს, კი ბატონო. ანან. ხალი ფულს უფრთხილდება.
მე ჩემი შენ შეგიძლია გააწეროს სვლა. მე ავწევ. მაგიდას? სტავკას. სონს. რამდენი? აჰა, 200. ლიზამ გაზარდობსონი 200 შეტონით. კატომ უპასუხა 200 შეტონით. და მე ჩაუბრალოდ შემიძლია რომ 200 გავზარდო. რა თქმა უნდა. ხო, მეც ჩამოვედი მაგალითად. კეთილი, მოვისმინოთ პირველი მინიშნება. გასწორა. ეს აბუნდანტური რიცხვია. მიყვარს ვინ აბუტალიზმი. იწყებს? აბუდაბი. იმიტომ რომ ხო, ელსი. აბუტალიზმი ჩემი ხობი. არაფერი, ვრჩები ესე როგორც ავარ. ანანო. მე კიდე უზრდი. აჰა. ლიზამ გაზარდა 300 შეტონით სონი. კატომ უპასუხა 300 შეტონით. ეს 800-იანებია 300 ფიშდები. მე ვხედავ რომ ამებსაც ვზრდი და ხვდები ხო რა ბანკი ხდება. გასწორებული ჩემზე არიან. მუხცაძლოთ ამ. კეთილი, მეორე მინიშნება. ამდენი დოლარი უდრის 6800 ლარს. უი დედა. კალკულაცია გადაიხსნა. მაგრამ ამდენი დოლარი უდრის 6000 ლარს, ხო ეგრე თქვი? 6800 ლარს. 6800 ლარს. დიახ. ხო, მაშინ მე დავამატებ ჩემგან 1,200-იან ჟეტონს. არა, ეგ 500-იანი. 500-იანი იყოს. ეს 200, 500, 1000 და 500. კი ბატონო. იყოს 500. უკან არ დაიხია მე. მოდი, ელსიმ მოდი, მოდი. გაზარდა სონი 500 შეტონით. გაზარდე? ანანომ გაზარდა 1000 შეტონით. ლიზამ ლიზამ უპასუხა და ბანკი გასწორებული. უფ, რა კარგია. დედა. სწორი პასუხი არის 2500 დოლარი. დაველოდები გოგოს, მე რა კიდე გამიზარდა, ანუ, მიჩვენია. ლიზა უკან არის. ლიზამ გაზარდა შეხედე რა ამბავია. ქალური სოლიდარობიდან ბანკი ეგრევე გასწორდა. კი ბატონო, შეგვიძლია გავხსნათ კარტები. აბა რამდენი დავხარჯეთ ვიქტორიას 3000 ელსი, ანანო, 1330, 2000. მე 2000, სეილზე ვიშოპინგე და 818 დოლარი. რეალურად რამდენი გონი რომ ჩემი გუში ყველაზე 2500. კი ბატონო, ესე იგი ლიზასა და ელსის შორის გაიყო ბანკი. და არ დავფიქრობდი მეთქი 2500 ხო არ დავწეროთ ხო და მაინც კეთილი, გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 500 შეტონი. გოგოებო, კოკო შანელის რა გაქვთ? სუნავ. ჩანთა. 24. ბევრი რაღაც. კოკო შანელის ნამდვილი სახელი და გვერდ ვიცით. ციგნი მაქვს და წაკითხული კოკო შანელის. ციგნი? კი, ციგნი აქვს კოკო შანელის. თავის ცხოვრებაზე დაწერილი კი ბიოგრაფია და მან სახელი და გვარი უწერია. კი, რა თქმა უნდა. არავინ არ იცით. ძალიან კარგი. რამდენჯერ იყო გათხოვილი კოკო შანელი? ესე იგი ერთი იმას გაყვა, მეორე იმას გაყვა. მათ მოსატყუებელ პასუხებსაც გიწერენ ხოლმე? თუ საიდანაა ასეთი ეს არტისტიზმი, არიელი. ასეთი ეს რეალობა, არიელია. თამაში. საინტერესო იქნებოდა მოთამაშის სტატუსით, რომ იხილე. შეგვიძლია დავაფიქსიროთ პასუხები. არა. ოს დავიფიქრო რა. რა ხმარო გამოდის ამისი რა არის? ზოგადად როგორ უნდა იფიქრო ხა? ანუ სიტყვიერად დავწერე სპეციალურად. მე არც იქით არც იქით. შეგვიძლია დავიწყოთ ანანო შენი სვლა. გავატარებ. გაადარ. ლიზა, მეც ვატარებ. კატო? გავატარებთ. მე ვფიქრობ, რომ არ გავატარო და გადავამატო ეს 100-იანი, თუ 200-იანი ვერასოდეს ვერ დავამახსოვრე. 100. 600 სულ. ხო, 600. ელსიმ გაზარდა ფსონი 600 შეტონით. ანანო. გამომყევით ფულები და ფულები. ანანომ უპასუხა 600 შეტონით. ლიზამაც უპასუხა და ბანკი გასწორებულია. პირველი მინიშნება. მე-20 საუკუნემდე ზუსტად ამდენი ცაცია პრეზიდენტი ყავდა ამერიკას. რომელი ხარ ცაცია? არაფრის თქვენი არ არის ჩემთვის ეკოველი. ანანო. ანალოგიურად. ანალოგიურად არაფრის თქვენი არ არის. ანუ შესაბამისად, ვატარებთ. ვატარებ. მეც გავატარებ. მეც გავატარებ. კეთილი მეორე მინიშნება. ეს ციფრი არც დადებითია და არც უარყოფით. და არც უარყოფითი. ეს ლაპარაკობ. ჩემი ანანო. ანუ მოვლოთ შენამდე.
და სწორად მომილან და ანანომ გაზარდა ფსონი 700 ჟეტონით. ლიზა. გავყოთ. შეიძლება ლიზა რომ მოპასუხა. ხომეთი დავდო? შეგიძლია. დედა რა უიმე. კატომ ეს გაზარდა რამდენია? ფსონი 3000 ჟეტონით. 3000-ით უნდა გავასწორო, ხო? დიახ. ანუ მას უნდა ან გაასწოროს. უნდა გაასწოროს. მიყვები ვარე? მე გამოყვები ხა. ხედავ როგორ დასრულდება ორ ეტაპში. 10 კითხვამდე ვერ მივა. ბანკი გასწორებულია. სწორი პასუხი. რა თქმა უნდა, არის 0. შენ რას და ერთი წამი? პირდაპირ გავხსენით? არა, ნუ აუკე გავხსნათ ხო? აუქნათ რა, ქალებს გხერხევა. მე არა, მე მეგონა რომ შენ 5 რატო გადაუწყვეტ? არა და რატო არ ვაკეთებ? თავიდან ვიფიქრე რომ მეთქი არც ერთს დავწერთ ხო? მაგრამ ანუ ბანკი გაიყო ჩვენ, სანოს და კატოს შორის. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ რაუნდში. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონი 1000 ჟეტონი. ძალიან მიზრდი რაღაც ხალხს. ასეა ცხოვრება. ხო, წინა რაუნდში ვსაუბრობდით კოკო შანელზე და შესაბამისად თქვენ ახსენეთ სუნამოები. ქალური კითხვები. ხო, ქალური კითხვები. მე მაინტერესებს ხაი. ჟასმინის აბსოლუტს როგორ აღწერდით? ჟასმინის? აბსოლუტს. როგორ აბსოლუტი ვიცი მე ვოდკა. საპარაკეო. აი, ვოდკას როგორ აღწერდით? გადასარევია. ჟასმინის რო გამოუშვა, კაკრას კაი იქნება. ჟასმინი მე არ ვარ სუნამო, ანუ ჟასმინი ჩემთვის არ მე არის. საყვარი სუნამო არც ზოგადად. ის ვამბობ. დაირედოს ბლანში. ახორდა შანელის კირკე. აუ კირკეს რა გადავაყენე. არა, ნაცი. აბსოლუტი გაგახსენდა ახლა. აბსოლუტი მე კი არა თქვენ თქვით და მე უბრალოდ ჩემი გონება იქეთ წავიდა მე. კეთილი, შეგვიძლია მოვისმინოთ შემდეგი კითხვა. რამდენი კილოგრამის ჟასმინის აბსოლუტი მიიღება 1 მილიონი ჟასმინის ფურცლიდან? სუნამოზე ესე სოფარის. ფიქრობთ. რამდენი ჟასმინის არა? მილიონი ფუცლის. 1 მილიონი ჟასმინის 1 ფურცლიდან მილიონი ხო, რამდენი? 1 მილიონი ჟასმინი. რამდენი? ფუსლიდან ცოტა იყოს ბევრი. უეჭველი. ცოტა. უეჭველი. რამდენი ჟასმინია თან რა. ახლა მილიონი ფურცლიდან არის ძალიან ცოტა, მაგრამ არც ბევრი რომ მოვიდეს და ანუ 1 მილიონი ჟასმინის ფურცლიდან რამდენი კილოგრამი? ვერ დაითვლი ახლა. ჯობია. მოიცა, ჯერ ჩვენ ვწურავთ გონებას. ჯერ გონებას ჯერ კითხვის გაანალიზებაში ვარ ჯერ კიდე. კი ბატონო. კარგი. უნდა დავწეროთ კილოგრამი რა, რაღაცა კილოგრამი 1 მილიონიდან. კი ბატონო. ეხლა რაზე გაფიქრეთ? აი პამიდორისგან რამდენი კილო, კილო იმისგან პამიდორი დიდია. ახლა მე ჟასმინს წვნიანი. და აი ვარდის სპეციალზე უნდა წახვიდე რა. მოიცა პომიდორზე ვარ. ხოდა ანუ შალ პომიდორის წვენი და იქედან გადასვა. მოდი ახლა შევთანხმდით და გავეტაროთ ეს კითხვა და ქალურმა სოლიდარობა. რა საკეთებ შენ? შეისვლა რა. ეს აციდო ის არის? კი. მეთქი რა. კილოგრამზე ამბობ. კილოგრამი. გავეტაროთ, აი რა მინდა. აუ აზია რო არა, აი რავია, იყოს ეს. ჟასმინი. და ზამბე. დავაფიქსიროთ. მეგონი ზამბევრი და. ზამბევრი დაწერი. კეთილი. შესაბამისად შეგიძლია დაიწყო. აი მე ვიწყებ? დიახ. რამდენია? შეგიძლია არც მოდი, გაზარდო. არ გავზრდი, იმიტომ არა, რომ არც მე. მე გავზრდი. აუ ის რა ელიკაშე. რამდენი პომი? 1000. 1000 და დედია კომშილდესანი. ტოპი არა ვარ. ელსიმ გაზარდა ცოტათი გაგიზარდებ. 1500 ჟეტონით. ანანო. მე ხომ და გავზარდო ან იგი უნდა ხო, ჩამოვა. ან უნდა უპასუხო, ან ტოვებ რაუნდს. რას ტო? ყოველს რაუნდს ასკვია ეგ. ანანო მოპასუხა 1500 ჟეტონი. ანუ ჯერ არც ეს არ ისევე როგორც გამოვტოვებია ლიზა. რაუნდი. ხალები ვართ ეხლა და რა ბანკი გასწორებულია. დანეთა დავიძინები. რო გამოტოვა ბანკიკეა და სა რა ხდება? კითხვას და უბრალოდ კითხვას ტოვებ და ელოდები ერთი შემდეგ კითხვას. პირველი მინიშნება. ზუსტად ამ ზომის ეტალონი დევს პარიზში მეტრის გასაზომად. ვაა. სხვათა შორის ახლა ნახე პარიზში რო ვიყავი წას.
არეში. აბა ნახოთ რა სიზა. ლიზა. მე ვარ. რამდენი თქმა ავწიო? გთხოვ რო არ მითხრა, ეხა ეს მართლა იცი რა თქო. ეს შეიძლება? არა. როგორ გაგიხარდება? ლიზამ გაზარდებს სონი, კატომ უპასუხა, ილსინგაც უპასუხა. ველოდებით ანანას. ანანა მოწუპას უხდა პანკიკა სწორდა. ატიტო. ლიზა. 200 თუნა გაასწორო ბანკი რომ გააგზავნო თამაში. კატო შესაბამისად. მეც 200-ით. დიახ. ბანკი გასწორებული. კეთილი, მეორე მინიშნება. კონსტანტინე არსაკიძეს ზუსტად ამდენი ხელი მოაჭრეს დიდოსტატის მაგნატში. გაიხარეთ. გაიხარე რომ ეხლა დაგლოცოს. ყველაზე რო ფეხები ხო არ ყავდა გამოფული რა მეგე. მე სადღაც მილიონებს ვითვლი და ამაზე ხელიო. ხო, ანუ ვისი ჯერი არის თქმის რო არ მითხრა. ანუ იყოს რაც არის რა. კატო, აი ხა კატო უოჭვერი პოსტა. არა. მინიმუმ 1000. კაი. თუ ზრდი. ზრდი ხო? კატომ გაზარდებს სონი 1000-ით. შენ თუ გაზარდებ სონი 1000-ით, მოდი მე გავზრდი 2000. ილსინგ გაზარდებს სონი 2000-ით. ანანო. შენ ტოებ. კეთილი ანანო გადავა ლიზა. ლიზას ტოებს. მე რა შვები. შენ უნდა გაასწორო 500. სწორე ან შეგიძლია გაზარდო. 500-ით არა, 1000-ით. ხო. კიდე ერთი ციტელი და ეტყას. ბანკი გასწორებულია. კეთილი, სწორი პასუხი არის 1. რატო ვიღაც ეხა ჩემი 50 რო ყოფილიყო და 50 ხელი რო ქონდა ადამიანს, მაგრამ რამდენი მეწერა? მე კატოზე ცოტა მიწერია მედია. კატო სიტყვა. რა სიტყვა? შენ შეგიძლია შესაბამისად ახლაც მოუმატო სონს. კი, არ არის პრობლემა. კატო რამდენი პრობლემაა, უბრალოდ გაატარო და უბრალოდ გიშდები ძალიან ბევრი. მინდა 1000, ხო? მინიმუმი რამდენი მაქვს? 1000. ჰე მოდი და დავასრულოთ ახლა არ გქრა. 2000. კატომ გაზარდებს სონი 2000-ით. მიდი არის ბევრი ფული. აი მოდი ეს წინა ისე მე უნდა დამიბრუნდეს და ამას ჩამოვალ 200-ს. გავხსნათ კარტები. ილსინგ გასწორებ. 50. 50. ხო, მოემზადეთ. კატო. აი ეს კატოსთან როგორი მუხტიკა უყურებო პოკერიო არა რა ვიცი. გულის მიგვა. არა, მე ფულის დათვლა ვიცი უბრალოდ მეტი პოკერი არა. აუ რატომ მეგონა რომ 100 მაინც გეწერებოდა? მიგეწერ ერთი ნომერი. მე კომპიუტერზე დათვლა. ოღონდ 107 დავწერე და პროსტა მივამატე 0. ანუ მე არ ვაპირდი გასვლას, მაგრამ მეთქი კატო ისეთი დარწმუნებით რაღაცებს ამ და უკვე რომ დაეჭვდი. კეთილი, გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი სონია 2000 შედგება. აღარ გვაქვს. ცოტა დაუკელი, დენეცვალე. ფულის გოგო, TikTok-ს თუ იყენებთ? არა, რა არის? არა. ფქრიჯობა. ყველა ეს კიდე იყენე. ღმერთმა დააგვიფაროს. მერთო ჩემო გამოჭიმოენ. რომელ წელს შეიქმნა TikTok-ი? 2019-დან 18-ის ბოლოდან მე ვარ და სამდე გონი მიუზიკლი იყო. მიუზიკალი. ხო, მიუზიკალი. ხო, აი ეგ მანდაც. ხან როგორც მივხვდი, ყველა იყენებს TikTok-ს. ნუ დიდად არა. სიტყვებიდან გამომდინარე და მაინტერესებს. ქალები ხო პირიქით ვიძახით ალბათ მაგითო. რამდენი გამომწერი ყავთ ამ სოციალურ პლატფორმაზე? 301-იან, 302-იან, 303. 301. რა ამბავია. 122,000 და მეტი მყავს. აჰა. ვაიმე, მე არ ვიცი 40 და რაღაცა. ანუ 40 და რაღაცა. ხო 40 და რაღაცა. 40 თუ 50? 50-იან, 48-ან რაღაც ეგრე, არ ვიცი მართლა. კატო? 180. მე ესენი ძალიან ისინი ყოფილან, მე არ ვარ TikTok-ში ეგრე. კეთილი. მოვისმინოთ შემდეგი კითხვა. არ უნდა შევცხე ხო ეხა ისეთი აუ, ანუ მეც გავედი. 2016 წლის მე რამდენი თვეში შეიქმნა TikTok-ი? 2016 წელს შეიქმნა 2 წელი სად ვიყავი? მე რამდენი თვეს? მე რამდენი თვეს რომელიც შესანიშნელობა აქვს? TikTok-ი შეიქმნებოდა ჩემი აზრით. აი რომელი თვის აპლიკაციაა თქვენი აზრით? აი უფრო მერწყული თუ გურო, აი მაგაში ვარ ხაჭბები.
აუ არ მეტევ, ანუ ძალიან უშნოდ დავწერე. აუ რაღაც ძალიან ისე შეკითხვებია, მეთქი რაღაც ისტორია რა არის. ანუ მოვიდოდე დინარეები მაგან და მეორე. სარი გონა რომ მოდი. სრუტეები ვიცი. რა ბენგალის ყურე და რა. აუ კითხვა დამავიწყდა. რომელ თვეში დაარსდა მე რამდენი 2016 წელს TikTok-ი? რიცხვით დაწერე. მე რამდენი? მე რამდენი? კატო თქვით რა კარგად შეიძლება. შეგიძლია დაიწყო. მოდი მე გავატარებ. შენ გაატარებ სვლას. კი. კეთილი. ელს შენს გაატარებ სვლას. ანუ სანი რამდენია? 2000. გავატარებ. ლიზა გავიგოთ რას მოვდიოდი სად მოვდიოდი? გამოიწმინდა. არ ვიცი ეს TikTok-ი და რა ეს არის ზამთარი შემოწმება. ეს უნდა იცოდეთ ამათმა წესით, მაგრამ მე არ ვიცი. პირველი მინიშნება. აბა. ზუსტად ამდენი სიმფონია აქვს დაწერილი ბეთჰოვენს. ანუ მე რამდენი თვეც არის იმდენი სიმფონია აქვს ბეთჰოვენს. ოჰა. შეიძლება ვიყო ახლოს, მაგრამ მიკატოს სიკვდილში. რა მინდა და რატო არ სწავლდე სოლფეჯიოს? გავატარ. ხალხი აქ TikTok-ის გამოვართ და მაგ შეკითხვაზე გავიგე. მინდა გავატარე ყველაფერი. თვეებში თვლი? არა, სიმფონიებს. ასე უცებ გადაითვალე. ის სონატა. კი ბატონო. შეხედე, არა და მე მგონი დადიოდი. ანუ მე მგაზარდებს 2000. მე 800 ქულა 2000 გაჩვენე დავაკრებ. აუცილებელი? კი. ლიზა. ანუ უკან არიხებს არც ერთი. თუ თამაშია, ვითამაშოთ ეხლა და ჰა. დედა ცოტა ფული დამრჩა. შენ აიღე ჯერ. რა? ხო, ეს წინასწარ შემოვიდა ხო? ბანკი რა გინდოდა ხო შენი ბრალია ეხლა ანუ ხო არ და მეორე მინიშნება. ამდენი სიცოცხლე აქვს კატებს. რა სიდა? შვენიერი. შვენიერი. ჩემი ის ჩემი ვარ. დროა. დიახ. კატო მგაზარდებს ოლინი. საინტერესოა. ანანო ამასაც აქ გაგიცურებს და ლიზა. კალმა ხუცი ბოღმის დატოვება იცის კატო რა გინდოდა წეგა ჩემკან. რო ჯერ 11 თვე მომიგე. აჯერ ლიზა. არა ვიცი, მაგრამ ხომ კატო შერიც და კატოს იცი რა წეღანდელის თან გამო. რაღაც გონიო რომ შენთან იტყუება აქვს პრობლემა ჩემ. ხუება. ხო ასეთი რისკიანი. პოლიცია შემო. კატას რამდენი სიცოცხლე აქვს იგივე არ ვიცი. მაგალითად შეიძლება გქონდეს 12. რამდენია მანდ პასუხო. ეხლა გეტყვი. არ მაინტერესებს აი, რამდენია ორი ცალი შავი მაგ ცალობაში გეტყვი რა. აღარ ვიცი რა არის. ხო, ჩემზე მეტი გაქვს. ლიზას რო ვდები. მომიგე. კაი აი, ერთხელ შენ გამოვტოვებ არ გამებუტო მაგისგან. ლიზამ დაგტოვა. ლიზა, ხო? აი, მეც სპას. ჩამოვყარეთ. ბანკი მიდის 6 უწერია ალბათ ან 8. შეგიძლიათ გაჩვენოთ. წერია ძვირფასო. 09 მე-9 თვე სექტემბერში დავიწყე TikTok-ი. და აი მაგის იმით რომ მეთქი მე რადგან სექტემბერში დავიწყე, მოდი იქნებ სექტემბერი იყოს. შეგვიძლია მიულოცოთ ელსის. მე და ანანო სამი პირველი შენ გეწერე. შენ სამი გეწერა? გადავიდეთ შემდეგ რაუნდში. ამ რაუნდის აუცილებელი მისონია 3000 შეტო. გოგოებო, თქვენი აი პომადის საყვარელი ფერი რა არის? საცხეთთან თავიდან დაიწყე. ხო. უცაცხი? აქცინება. თქვენი პომადის საყვარელი ფერი. შენ პომადას არ ვიყენებ, მხოლოდ ტუჩსაცხი. ტუჩსაცხი. დიახ, ეს. რამდენი აი, რომელი ფერი გიყურს? 3. რაც მისვია ეგ მარტივია. რა ფერი გიყურს? ვაყარავი, მუქი ცოტა, აი, ნუდი. პატოს პიჯაკის როგორ? ფერი. ნუდი ელ ფერია რამე? ნუ,
ტუჩის კი, ფერი, მანიკურის ხორცის ფერშიც ფერი, არსებობს ნუდი ხაზი, ტურცაც აი, არსებობს ნუდი, ნუდი ხაზი, ნუდია, თვალის ხო. პალიტე, ხო? ჭხილზე მაგალითად. აჰა. თქვენი? ტუჩისფერი, ნუ ცოტა ვარდისფერში. ვარდისფერში. ჩემი ტუჩისფერი უნდა მოყავისფროში. მოყავისფრო. შენც ნუდი. აი, სადღაც მასე. კეთილი. კითხვა. რა რაოდენობის ხო. პომადას მიირთმევს ხალი უნებლიეთ სიცოცხლის აი, მე განმავლობაში? სიცოცხლის განმავლობაში? აი, ეგება ალერგიული არის და ვერ იყენებს საერთოდ და მხოლოდ ეგ ბაქოში ვიცი. ერთხელ წაკითხული მაქვს. იგუგლება. გადმოეცით? ანუ იცი სწორი პასუხი. დაახლოებით. გაგიმართლდება. შეგვიძლია დავაფიქსოთ პასუხი. რამდენი კილო პომადურსაც ჭამს ხალიო? ხო თავის დაუნებურად? დიახ. აი, ეს ნეტა როგორ ხალხი არის საუბარი? მაგრამ ნებრივობას რო აწვება. კილო? კილოგრამი, კი. კილოგრამი. პასუხი უნდა დავფიქსოთ არა, კი, კილოგრამებში. მთელი ცხოვრების ორების ანუ გთხოვთ, უბრალოდ ლოგიკურ შეკითხვას დავსვამ. აჰა. ეგებდა რამდენი წელი ცოცხლობს? ეგება და ბუნებრივობა, ანუ არიან მართლა ადამიანები, რომლებიც არ კვლევა არის რაღაც ბოდიში. სტატისტიკა ჩატარებული კი და ბატონო, ანუ კვლევის თანახმად საშუალო მაჩვენებელია იღეს. მინის ბურსიდან გამოვიდა 1 კილოგრამი. აღა ტურსაც გადავიდეთ. გავატარებ ასე არა. ანუ გატარების წრეა. მეც გავატარებ. მეც გავატარებ. პირველი მეც მინიშნება. მაინტერესებს ხო? საშუალოდ 4 ცალი ვაშლი ამდენი კილოგრამია. უიდე და მithumetes გავატარებ. ჩემი არქალებზე უეჭველი არა, ლაპარაკი ყოველდღე ტურცაც ხემისვია. ლიზამ გაზრდებს ონი 5000 შეტანით. 4 კილო, ხო, 4 ვაშლი. 4 ვაშლი. აუ, ნუ. მე დავში. რატომ დაგვტოვა ელსი? კაი რა, სიხური ხო არა ვარ. ორი წითელი რო ჩამოვაგდო? ხო? არა, ამოიკავ. ელსი მოპასუხა. ანა. მეორე მინიშნება. 1 ლიტრი წყალი აჰა. ზუსტად ამდენი კილოგრამი. რას ლაპარაკობ? მე გავატარებ. ჩამოხვალ გამოყვები, რასაც ჩამოხვალ დაჟე. აი, მოდი გავატაროთ და გავხსნათ კარგი. ხო რა, ხო, სწორი ჩამიტყო პასუხი არის უეჭველი 1 ლიზა. კილოგრამი. ჩემი მე მიწერია 500. 500 კილოგრამი. მე მარჯველი ზამ. ცოტა არის. რა და ანუ მე ხო მე ვარ ვიზაჟისტი. იდეაში მართლა ძლივს მან რა ვარ წავაგებობით. პროფესორი და დღეში 3ჯერ მარტო ახლიდან ვისვამ და რას მე ანუ ლაპარაკები. ვიცი რა 1 კილოს ვამბობ და ამ 10 კილოს ერთ თამაში? თვეში აი, ვჭამ. მართლა ოღონდ სერიოზულად თავი და რასაც ვფიქრობ, ეგ არის პასუხი. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 5000 შეტანა. აჰა. ისე ძალიან აუწიეთ სტავკებს და როგორი რაღაცა. კითხვა გინდათ შემდეგ? ძალიან ბევრი. აი, არ ვიცი, რამე საინტერესო. მაგალითად კატოსთვის დინარერები უფრო ყველად გადამი ნილოსი და ლიზა და ბარი და ლეონი რა. ნიუ-იორკში თუ გივახშმიათ? სად? ნიუ-იორკში. ნიუ-იორკში. მოუშია. ნიუ-იორკში, კი, მანჰეტენზე. შემდეგ კი, მე ნიუ-იორკში მხოლოდ ნიუ-იორკში. ონლაინ. კი, რა მიირთვით? სტეიკი. მედიუმ რა არის თუ? არა, ველდანი. ველდანი. ბურგერი. ბურგერი. არ ყოფილვართ ნიუ-იორკში, კატო ყოფილი. ნიუ-იორკერში? არა, ნიუ-იორკში მეც არ ვარ ნაყოფის. კაფე გვაქვს თეატრში. ნაჭარ მაგალთან ახლოს. არა, პარიზთან ახლოს. მე ნამყოფი ვარ, როგორც მამა ჩემთან ერთად, ანუ ეს ვიდეო კოლით რო გავხომე და რო ჭამს ბურგერი, ჩათვალე რომ მეც იქ ვარ რა. რა პრობლემა? რესტორნიდან გირეკო. დილივერი კურიერი რამე რა პრობლემაა? კეთილი, მოვისმინოთ შემდეგი კითხვა. აბა? ნიუ-იორკი გამოირჩევა რესტორნების უზარმაზარი რაოდენობით. კი ბატონო. თუ ადამიანი გადაწყვეტს ყოველ ღამე ახალ რესტორანში ივახშმოს, მას ამდენი წელი დაჭირდება. გეტყვით იმას, რომ ერთი და იგივე რესტორანში ორჯერ ვერ შევა. შესაბამისად, რამდენი წელი დაჭირდება ამის? ანუ რამდენი რესტორანია ნიუ-იორკში? არა, რამდენი წელი დაჭირდება ხო და ამის? ერთი და იგივე არ არის ეს კითხვა? არა, რამდენი წელი დაჭირდება რომ ყველა რესტორანში ყოველდღე მივიდეს რა მაგას კი. აი, რამდენი წელი და დაჭირდება რომ ერთხელ უნდა მოიაროს. შევიდეს ერთ რესტორანში. ანუ იმდენი რესტორანი არის, რამდენი წელიც დაჭირდება წელი. ლოგიკურად. ხო? ყოველდღე რომ ანუ- შევიდეს. წელიწადში ერთხელ რომ შევიდეს, არა ყოველდღე. ანანა, გავატარებ. ლიზა? კატო?
კატონ გაზრდა ბსონი 5000-ით. არ გებ. რამდენიც არის წითელი მე? ლურჯი გინდა 5 საათი. მეტი ფულის მეტი რა გაგენანები. გოგო, შეგდა რომ გამომძალო, ბუღალტერი განიხარ რა იყო. ელსი მოპასუხა მადლობა. ანანო. მედი არა, მედი 1.5-იანი კიდევ მოვხედავ. აი რაც არის. მე არ ვთამაშობ. ანუ რომ მოპასუხა. იზამ დაგტოვა. აბა გავიგეთ. გასწორებულია. პირველი მინიშნება. ამდენივე წელი დასჭირდება ადამიანს, რომ ყოველ დღე ერთი ახალი ფილმის ყურებით 19710 ფილმი ნახოს. რაო? ისი ჯერი შენ თუ არ გავატარე? 765 გავყოთ 365. რატო? ჩემი ჯერია? არა, ანანოს ხო. გავატარე. გატო. მე ისევ 5 უნდა ჩამოვიდე მინიმუმ. მინიმუმ 5. მაქსიმუმი იყოს 5. 1 2 3 4 და 5. ერთი ახალი ფილმის ყურებით 19710 ფილმი ნახოს რას ნიშნავს? იგივე პრინციპი არის, რაც რესტორნებში. აი არ ვიცი რამდენი შემოხვედი. 1 2 5 3 სადა რამდენი ფილმის ვიდეოები რა საქმე არ ვიცი. ელსი მოპასუხა 5000-ით შეტანი. არაფერი არ გააკეთო. ანუ ვინი? იმიტომ რომ სხვა გზები ხან გადატოვა ანუ ვინი? ანუ დაჩეკე კატო შენი პადეშკის ხატრი. ანუ შეხედე? გააკეთეს და მე არ მივყვები. დავრისკა, იმიტომ რომ არ მაქვს. ეხლა რა გავაკეთო რომ შემოვიდე? კატო წამყვანია, კატო კი არა და წამყვანი არის რა გჭირს, გაბნევს რომ ჩამოგაყვანიოს ოლინი და მოგიშოროს აქედან არქნა. გეუბნები. ხალი რომ კაც მოუსმე და კაც არ მოუსმე და არ ვარ დარწმუნებული. აი მოუსმინე, ცუდი ბიჭია. სამი ხალი გეუბნებით. შეკიდე მაინც იშვაკების მეტყინა, პური! მე არ მეყო კივილი ხარ. ანანო, შენი საბოლოო გადაწყვეტილება. ქაოსი. კეთილი. და ის რომ პასუხი სწორი იყოს არ ვიცი. კატომ უპასუხა ყველაფრით. იმით რომ იმას რამდენი აქვს? ჩემზე მეტი აქვს? რა დამიტოვა. თქმა უნდა. აბა მიდით რა ახლა. თქმა უნდა. კი. ხო? აუ მე უნდა მეტყვიანი კატო ვიცი, ასაქციელია. უნდა გარის. გავიაზრე გონებაში და ვარ ახლოს და შემოვედი. ახლოს ხარ აქ წერი? შეიძლება თამაშობდეს შენი. არასდროს არა, ვერა თავწე. კატოს აქვს 14 მე არასდროს აი ამ იბადონა, მაგას არა აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ კატოს აღარა, ხო, ვიკითხე რომ ჩემზე მეტი აქვს ხო და კი შენზე მეტი აქვს და მე თუ ეხა აქ 14000 ვიდეოს მაშინ გამიტყდება რა არის სწორი პასუხი? დიახ. 54 წელი. ამბავია. მე. ორი მეწერა. ჩვენ. შეიძლება რა ვაჩვენო თუ შემიძლია. შენი კი არა. არა ჩვენ. აუ, კაი რა წესია. ნახა, გეხვეწევი რა. კაი, თამაშის ბოლოს მე მითხარი. ვნახავ. თამაშის ბოლოს გეტყვით. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. არა, და დედას ვცარდებო. ამ რაუნდის მე, აუცილებელი ესე. ზონია 10000 შეტანი. ბარაკა. ეს რამდენიო? ორია ხო ეს. 1000-იო. 1000, 500, 1000. აი რა მაშინ ამბავ. სამი ვიყავით. ანუ 10000 ძალიან ბევრია, please no. მართლა ძალიან ბევრია. არა იყო, ცოტა ფასდაკლება გააკეთე და ქალები. ერთი მე რო არ მაქვს. შენ შემოდიხარ ყველა შეტანს. ხო. რამდენი ოფიციალური მაღაზია აქვს მთელ მსოფლიოში გუჩის? ეს ჯერ ჩამოვთვლი. ოფიციალური. დიახ. გუჩის ტანსაცმელს ატარებთ? მე ზოგადად ისე სხვა შორს მე. მე სულ გუჩებში ვარ გაზრდილი. არ მეყვარს გუჩი. გუჩის ტასოსაც ატარებ და რაღაცა. ისო გუჩის ტასოცში ვარ გაზრდილი. თან ისი ატარებ ცალკე. აი, საერთოდ გადავიდეთ, ვატარებ. აჩადები. რამდენი ოფიციალური მაღაზია სოფლიოში გუჩის? ვიზა პირველ რას მოგივეთო? ხო, აი მაგ ეხა მასად ერთუთი. დავიწყოთ. ხო ჩამოვედი უკვე. შენი კი სიტყვა. ბატონო, მაგრამ ახლა შენი სიტყვა არის, შენ შეგიძლია. იყოს, ჯერ ბავშვებს დავაკვირდები რა სისამე და. კაი. ბატონო. კაი, გამოვტოვებ. ის მაინტერესებს. ხო, აი მოვისმინოთ, აბა. აბა რა. ლუი ვიტონს აქვს
460 მაღაზია მსოფლიო მასშტაბით. ოჰო. მერე? არი მელოდობა. ეგ რას გვაძლევს? მაინტერესებს. ანუ ლუი ვიტონს რო აქ ამდენი გუჩის რამდენი ექნება. ხო, გუჩის რაო? ლუის რამდენი აქო? ლუის სამი ხო? სწავლებ თამაშს. ანუ გატარებას ხო, შეგა. ეგ არის მხოლოდ მინიშნება. ეგ არის. მეორე მინიშნებაც არის. კატო ხო მართლა მე და ცოდვები ვარ და მეორე მინიშნების მე შეგიძლია ისე კატო, შენი გაზარდო დავატი ხა. ხო აბაში არ თამაშია. ყოფა ანანოს ვაფშე არა მინიმუმ 10000. მინიმუმ 10000? დიახ. კაი ხო. ანუ არ მყავს ოლინს უნდა შემოვიდე დიახ, ხო სწორია. აზია ანუ ამის ქონას შემდეგში ხო. ხო ამ ეს ფსონზეც კი არ მყავს ბადა შესაბამისად პასუხი. ასე რომ ხო მიყავს რა ხო, ლიზამ დაგტოვა. ხო რა გიდა რამდენი მიბძი მე არ ლიზამ დამინდე გაატარა, ხო, შეუნაო პასუხი 10000 შეტოს. შევტოვებ არ შემოხვდეთ. რაც გქონდა შენ ვთქვი. შემოსული არის აღარ მინდა დავყარო მოხიყორ შეგვიძლია პირდაპირ სწორი პასუხი წავიდოთ. 529. მიდი ძვირფასი, რამდენი გიწევი? გავხსნათ მე კარტას. ხო შემიძლია რო მე არ ვხსნა. არა, ამ შემთხვევაში. რატო ამ შემთხვევაში ვხსნით. რატო წეღან თუ უნდა შემეძლო გავიგოთ ვინ იგებს. წერა ყველა დანებდა და მაგიტო. არა აუღოთ მე წავაგეთ კი მივაწე რამდენი აქვს? რამდენი აქვს გითხარი პასუხი 529. ხო არ ხადაო. 529 რამდენი გავხსნათ კარტები. 7 მაღაზია. რა 7000 7 1050. ელსი მოგაიმარჯვა. და მოგაკაცებ რა შვილოცა. მადლობა რომ ეს ყოველი 10000 უბრუნდება. გომაბრუნეთ მაინც კალური ენა ეს უნდა შასინი ხასუია მე აღარ დასატორე კატო მოიგეთ იასმინი ასხე. ანანომ დაგტოვა სამწუხაროდ. წავედი გვიანი. ეს ყველაფერი ჩემია დიახ, დიახ. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ფსონია 20000 შეტონი. აუ. დაიძაბა თამაში. და. გოგოებო, ვებხის ტყავსანი თუ გაქვს წაკითხული. ვაიმე ძვირი. მაშინ არსება საზეპირო ფრაზები მიდი. რა ვიცი გამოუშვი, რამდენი ხმოვანი თახმოვანია ხო არაბეთ როსტევა მიდი. მაღალი ხომ აბაბე. რამდენი სტროფისგან შედგება ვებხის ტყავსანი? აი დედა ჩემო. ერთად ხა ვიხსენებ რამდენი გვერდია. ხო მე არა სერიოზულად. არა მაგი კი ციგნზე არის დამოკიდებული მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაგით შეუძლია რა სწორ მანდა მივიდეს ანუ შენ იცი? არა ვიცი. ანუ არა ნახე თვითონ რა ციგნშიც აქვს საკითხული ხო იცის თითო გვერდზე რამდენი სტროფია და იმას გვერდებზე გადაამრავლებს და სწორ პასუხამდე მივა ხო ანუ მაგას ვამბობ რა იგივე მე მაგას იხსენებს ცდილობს მაგის გახსენებას კეთილი შეგვიძლია დავაფიქსიროთ პასუხი. რამდენი სტროფი. სტროფია ვებხის ტყავსანში კატო. გაზდი თუ არა კიდევ ვსწავლ. გამსადებია გავდო. ანუ იქნება გამომდინარე რომ ლიზა ყველა ჟეტონს არის შემოსული შენ და ელსი თამაშობთ. ხო და რამდენიც უნდა გავზარდო? სუმცირე 20000 ხო? ხო. დიახ. თუ არ მაქვს 20000? შეგიძლია გაატარო და უბრალოდ შემდეგ კითხვამდე ვითამაშოთ. კარგი, გავატარდით. ეხ ფიზიკურად არ ვიცი მაგ თუ არა 20000. წა ერთი წამით? რა დათვალო. წეღან რა გააკეთა ამ ქალბატონმა? აჰა. აუ ძალიან საყარელი ხარ და კაი ხარ, მაგრამ შენ მე ბოროტად მიქცევი ამ თამაშს რამდენი გაქვს? არ ვიცი. ამას მე ხარ ზარება დათქვა და ხო ანუ კაი, შედი მოდი ხარ არა მე მართლა მეზარება დათქვა, მეც გავატარე. მინიშნებას დავიღე. პირველი მინიშნებას დავიღე. ვაიმე რა ადვილია. ვაიმე. მაქედან ხო? გესწავლა თავის დროზე და იქნებოდა ადვილი. რა, შენ გინდა მითხრა რომ ვებხის ტყავსანის ყველა სტროფი იცი? მე სხვადასხვის მართლა ვიცი. ამ წელს ქართლში დაუთხანი მეფობდა. მერე? რას ამბობდა? სულ არ მითხრა. მე აღარ მოგვწონს რომ შემოვიდოდი. მე გავატარე. კარგი ტაქტიკა. აუ ეხლა უნდა გადავთვალო ეხლა 20000. გავატარე. რატო ატარებ თუ შენც თამაშებ? გოგო არაფერს არ ამბობს ეს. კეთილი, მაშინ პირდაპირ სწორი პასუხი. არა, რატო არა, მეორე მეორე მიხარი? მინიშნება გვეკუთვნის. ვახ. ამასიის ზავის შემდეგ 16 წელი გავიდა და ეს წელი დადგა. ამასიის ზავი იყო
1500 წელს. კაი, ეს 16. ჩემი ჯერია ეს რაღაცა 20. ეკეთებოდა. მიყვევი თუ არა კატო. არა, არ არსებობს. გავხსნათ შესაბამისად კარტები. ანუ გაიმარჯვა კატო. გავხსნა. არა. უნდა გავხსნათ კარტები. ლიზას 1570. მე ვაფშე 200. სწორი პასუხი არის 1571. ბაი, აი, მიგის რაღაცა მომივიდა. კეთილი, გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ბრძოლა 30000 შეტოვა. სერიალებს თუ უყურებთ ხშირად? ისე რა. თუ იცით ეგეთი სერიალი სასოწარკვეთილი დიასახლისები? დიახ. იცით? ერთო გავახსენე რომელია. მე ვიცი. როგორ არა, კი. ნანახი ვაგეთ სამჯერ. სასოწარკვეთილი დიასახლისების სულ რამდენი ეპიზოდი არის გამოსული? ეს არის მეათე შეკითხვა ეს. ანუ ეს არის მეათე შეკითხვა. სასოწარკვეთი. კი, როგორც წეგან ვიყავი, მართალიღაც ეგრევე მართალი. ეპიზოდი? ხო. ელსი არის შემოსული ყველა ჟეტონს. კი ბატონო. მინიშნება სასრია რა ჩემთვის. თამაშობთ ლიზასთან და კატოსთან. ლიზა. ზრდი თუ არა ფსონს? არ ვზრდი. კაი, მეც ავსდი. არ ვზრდი. პირველი მინიშნება. კი. დარჩი მაქსიმალური ქულა ერთ სვლაში. რა? დარჩი? დარცი. დარჩია. გასაგებია. დარჩი მისთან დარჩი. დარცში. ხო, კი ბატონო. კი ბატონო. ზრდი თუ არა არა. ფსონს? კატო. კი, გავზრდი. შესაბამისად მაგრამ ეხა მე არ მაქვს ხო ის რაღაცა იმდენი, რამდენი 30-ის. 30. პოლინი? ყველა ჟეტონს. მაშინ აზრი არა. არა. თუ არ ზრდით, არა, პასუხი. პირდაპირ სწორი ხო. პასუხი. არა, მეორე შენი იმასაც მოვისმენდი. ხო, ხო, მაბა. ამ რაოდენობის გრადუსი ნიშნავს შემოტრიალებას. ლიზა, დავაი. ხო? შემოდი ხარ? აი კატო შემოდი. შემოდი? ჯერ ჩემი ის არის. ხო, ლიზა. ახლა არაფერი არ შემიძლია და მაჩვენე პასუხი, ანუ არაფერი არ შემიძლია ოლის ვარ ჩამოსული. აი იყოს რა. არაფერს არ არ შემოვა. ზრდი. არა, შენ თუ ზრდი წამოყვები, თუ არ ზრდი? რომ თამაშობ აი, მაშინ აი, და აი, ოლინი სწორი გაზრდა და პასუხი. ყველაფერი. სწორი პასუხი არის 180. შენ? შენ ჯერ იქიდან მოუყვებით. 200. რამდენია? 180. ადაო. გაიმარჯვა ლიზა. მე წავედი ხო იქეთ. ბინგო! ელსიმ დაგდოვა. ანუ როგორ დავთვალეთ აღადაობა რა არის, იცი? სეზონის დავწერე 5 და ეხლა ვითვლი 20, 40, 60, 80, აი რაღაც დებილურად დავთვალე. მეც მას დებილურად, მაგრამ ძალიან სწორად. გადავიდეთ შემდეგ რაუნდზე. ამ რაუნდის აუცილებელი ბრძოლა 50000 შეტოვა. არა მაქვს, თორე დიდი სიამოვნებით. მე მაინტერესებს დეტექტივები თუ გიყვართ. კი, კი, აგათა კრისტის შემოქმედებას თუ იცნობთ? კი ბატონო. მეტნაკლებად. შესაბამისად კითხვა. 1926 წელს აგათა კრისტი სახლიდან გაუჩინარდა. 1926 წელს. დიახ. მისი მანქანა მიტოვებული იპოვეს და ის ზუსტად ამდენი დღის შემდეგ სასტუმროში ყალბს სახელზე დარეგისტრირებულ ნომერში იპოვეს. მას არასდროს აუხსნია თუ რა მოხდა. რამდენი დღე იყო გაუჩინარებული აგათა კრისტი? რამდენი დღე? შესაბამისად მოვისმინოთ სწორი პასუხი. სწორი პასუხი არის 11. ვაუ! გავხსნათ კარტები. შეაქცევი 15. აი, შენც? მე არა. მე ნუ 3 მინუტს წავშალ შეიძლება. არა, უკვე ვეღაზე წაში. ანუ ასე, აი, მეც 115 დღე. ისამ ხო თქვა რომ მეო ბოლომდე ავრისკაო თუ დარწმუნებული არა ვარო და რა გინდა შეგიძლიათ სამართლიანად მოგწანდეთ. ჩვენ დღევანდელი მაგირის გამარჯვებული არის ლიზა. მადლობა. მე მაინტერესებს როგორ იყო თქვენთვის ეს დღევანდელი თამაში? როგორ მოგეწონა? ძალიან კაი იყო. მე მაგალითად გული დამწყდა რომ აი ცოტა რო გაკლია ხოლმე. რთული არის რა. მე მაგიტო ვთქი თავიდან რომ არ გვრისკავ, რაც არ ვიცი. თქო მაგიტომაც
ანუ მაინც არ უნდა გარისკო როცა ვიცი ხო ფსოს და რა გავაკეთე. ანუ შენ ცოტა ადრე გამოგვეთიშე რას. ადრე გამოვაჩიშე, მაგრამ სხვათა შორის საინტერესო კითხვები იყო. ნამდვილად. თავიდან ვამბობდი რომ რაღაცა ეს რა კითხვებია, მაგრამ მე დრიგნური ცოტა იქიდან რა საინტერესო. აი კუბისებიდან შევხედე უფრო საინტერესო. მაგრამ ისტორიული რო ყოფილიყო, უფრო საინტერესო იქნებოდა. შემდეგში რა მოგვიწევთ ისტორია. შოთა რუსთაველი რატო არ გეყოთ? რატო არ არის თქვენი საკმარისი შოთა? ჩვენს ბუღალტერსაც მოვუსმინოთ. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, წარმატებებს მადლობა თქვენ მომბრძანებისთვის. ხო, მაგრამ მე მაინც გული დამწყარვა ეს მდინარეები ტყუილ. კადაიმეორე. დიდი მადლობა მომბრძანებისათვის. კიდევ ერთხელ გეტყვით თქვენ, ჩვენო გამომწერებო. კიდევ ერთი სუპერფინალისტი გაირკვა დღეს, ეს არის ლიზა. გეოდების ლიზას საბოლოო მაგიდაზე. თქვენ კიდევ გამოგვიწერეთ რა. და TikTok ედიტორებისათვის გვაქვს საინტერესო გათამაშება. ვინც გააკეთებს ამ გადაცემაზე საუკეთესო ედიტს, მას გადავცემთ 500 ლარს. ამიტომ იაქტიურეთ. გება ეგ მაინც მოვიგო. საიდო. დიდი მადლობა, ეს იყო ვიცი არ ვიცი. მადლობა.